ცხოვრება მომწონს ძალიან. მომწონს რომ ასეთი ვარ. ჩემი სტილი მაქვს ცხოვრების. ნაკლებად ვითვალისწინებ სხვის აზრს. ჩემი ეს ნებისმიერი ადამიანი ასე უნდა იყოს, იმიტომ რომ ადამიანი თუ არ თვლის რომ თვითონ ცხოვრობს სწორად, ის ადამიანი ცოდოა ჩემი აზრით, რა. მაგიზიანებს ხალხი რა. ანუ მასა რომელიც უბრალოდ ვერ ხვდება შენი თავისუფლების მიზანს და რაღაც მიზეზს რა. ანუ ისინი ვერ ხვდებიან თავისუფლების მუღამს. თავისუფლება მასას გონია, იცი რა, რომ აიგებს რაღაც ბოთლს ჩაარტყოს ვიღაცას თავში და ამის გამო არ დაიჭერენ, ეს გონია თავისუფლება. იმის გამო რომ შენ თავისუფლად ცხოვრობ, სხვას არ უნდა შეუზღუდო ეს თავისუფლება. ნუ ნიუ-იორკის 30-იან წლებში ბანდები როცა არსებობდა, ის და თავისი კვარტლების და ტიპები, რომელსაც საკუთარი ბანდები ჰქონდათ, ნიშნავდნენ თავის ტერიტორიებს. რაც, ნუ საღებავი. მაგრამ საბოლოოდ ამან მიიღო ასეთი სახე, რომ გამოიზარდა უფრო ხატრულ მხარეს. ნუ მასამ არ იცის რა არის გრაფიტი. გრაფიტი გონიათ რა იცი? უბანში დაწერილი რაღაც კაკომზე. ეს გონიათ გრაფიტი, უბრალოდ რაღაც ლურჯი პულვერიზატორით, ბალონით. ვიღაც ტიპი რომ გამოვა დაიწევს ბალონს, რომელიც დარჩა ბებიამის პილესოსი რო შეღება იქიდან და დაწერს რაღაც კაკომზეანა ნიკას პლუს რაღაც მარინა რაღაც ეგეთი. ეს გონიათ გრაფიტი, მაგრამ გრაფიტი ჩემთვის მაგალითად პირადად ხელოვნება არის რა. როგორც ვაკაცი ანდრონიქსა სახელმწიფოების ახალგვარს შეგნებოთ არ დავასახელებ. რომელიც არის, ნუ მე ვთვლი რომ სერიოზული გრაფიტისტი საქართველოში. საქართველოში მე ხატვა დავიწყე მიახლოებით 2004 წელს, როდესაც რუსეთიდან ჩამოვედი და იქით მქონდა ნანახი და რაღაც გაოცებული დავრჩი იქით რომ ვნახე და ადრეც მქონდა გაგებული, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. ახლა უფრო რაღაც დავაკვირდი და ძალიან მომეწონა და მეთქი საქართველოში არ მინახავს მეთქი და იგებ მე დავიწყო რა. რა თქმა უნდა 3 ლარი უცხოეთისთვის ძალიან დაბალი ფასია საღებავისთვის, ხო? მაგრამ ახლა ჩვენთან მაინც რაღაც ახლა ამ 3 ლარის შეუნაც არაა ხოლმე ძალიან ადვილი რა. და უფრო კარგი რომ შემოიტანონ, ძვირი უჯდებათ და მაინც არავინ არ ყიდულობს იმას და ამიტომ გვიწევს ნაგავი საღებავით ხატვა. ნუ სადე რაღაც გამომივიდა თავიდან. ისეთ მომენტში ძალიან ყველაფერი არ ვიყავ საკუთარი თავით, მაგრამ მომეწონა თვითონ ეს გრძნობა, ადრენალინი, რაღაც სიამოვნება არის რა. დავუშვათ თუ მოხდა ეს რაღაც, რომ შენ დაგიჭირეს პარკზე, როდესაც ხატავ კედელზე. აქ არის დაახლოებით 100 ლარიანი ჯარიმა, ან ორთვიანი პატიმრობა რა. ანუ ითვლება რომ ხულიგნობა არის, ასე თვლიან რომ რაღაცას არ გო შენ კანონს სხვის ქონებას ეხები, ან რაღაც ეგეთი ვარიანტი. მაგრამ მე ასე არ ვთვლი. ხალხის რეაქცია პრინციპში ხატვის დროს არ შეიმჩნევა, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვხატავთ, ძირითადად ვცდილობთ რომ არ იყოს მოძრაობა, ან ქალაქში იმ ადგილას არავინ არ იყოს და წინასწარ ვნახულობ. თორე რა იცი რა ხდება, მაინც. ამიტომ ვერ გეტყვი ხალხის რეაქციას იმ მომენტში, როდესაც ვხატავთ. თვითონ ნახატებზე მინახია ძალიან ბევრი რეაქცია, ანუ თუ არის კარგი გრაფიტი, ხალხს მოსწონს. გააჩნია სად არის დახატული პრინციპში. უკარისკო ყველაფერი მაგიზიანებს, იგივე ხელოვნება, ადამიანი, სპორტი, საჭმელი, რა ვიცი. უკარისკოს რომ მოკლედ ვერ აქვს რა. ევროპაში აი როგორც არის, ჩვენ და როგორც არის ფეხბურთი, ისე ევროპაში გრაფიტი რა, ძალიან გავრცელებულია, მაგრამ საქართველოში კაი ხანი კიდე ვერ შემოვა, იმიტომ რომ საქართველოს მაინც დარჩენილია ჯერ ისევ რა. იქით. სადაც ქვეყანაში სადაც ნანეტი ტრადიცია გონიათ და ტყავის კურტკა შავი, რა უნდა ელაპარაკო რა. ვინც გაიგებს ჩემ ნახატს გაიგებს. ვინც არა და მებია და დავაიწე შეს დროჟნა რა.